ხო, მაგრამ სანამ ჩვენ უშუალო კონცერტს სრულად გავეცნობოდეთ, მინდა ერთ მტკივნეულ ფაქტს შევეხო. ეს არის კოტე თოლორდავა, მისი უეცარი გარდაცვალება, რო არ გვეთქვა, არ შეიძლებოდა და ჩვენი მწუხარება არ გამოგვეხატა. ის იყო ჩვენი ორი ვარსკვლავის პირველი სეზონის მონაწილე, საკმაოდ აქტიური, მაგრამ სამწუხაროდ ის გამოგვაკლდა. ჩვენ ვუსამძიმრებთ კოტეს ოჯახს და მის ახლობლებს და ახლა ჩვენი პროექტის პირველი სეზონის ყველა მონაწილეს დავუთმობთ სცენას და ისინი ერთად გვიმღერებენ სიმღერას, რომელიც კოტეს ხსოვნას ეძღვნება. ხო. მოდი ვიდეო გვაქვს გზად და ჩავწოთ. Akide şuti თან გარდასაქმის პროცესში ვარ ვხვდები და ხელს მისვლით არ სიხაშქართ რომ გარდავისახო მაგრამ გაცლით ჯანდაბას გადამიღეთ მაგრამ როდემდე კოტე და ნინი ამაზე კარგი მგონი არაფერი არ არის სადაც მაყურებელი ასე სითბოს ამჟღავნებს და ძალიან ბედნიერი ვარ და არ უნდა გაუსრო იმედები ამ ადამიანებს რა აშკარად თვითონ სიყვარულს არავითარ შემთხვევაში არ ჭირდება შემოკლება ეს არის მნა და ამას ჭირდება გამოინაჩე სული девять граммов сердце постой не зови не везет мне в смерти повезет мне მადლობა და რომ პირობას ვდებ რომ აი ამ ყველაფერს ანუ ამ ავანს მე აუცილებლად დავაბრუნებ. უნდა დაიფიცო. დედას პიცავა. всё. ჩემ სულს ყველაფერი ჩავდებ რომ რაღაცნაირად არ ვიცი. და ბოლოს იმერასავით მივუდგები მოდი ესე. I see skies of blue, the clouds of white, the dark listening, the dark secret night, and I think to myself, what a wonderful world.
დიდი მადლობა ჩვენს მომღერლებს, ვარსკვლავებს, წინა სეზონის ასეთი არჩეულებრივი სიმღერისთვის. გავაცილოთ ეს ადამიანები. დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. მოდი წარვადგინოთ ჩვენი ჟიური. თეონა კონტრიძე დაგვიბრუნდა. მოგესალმები. გამარჯობა. გამარჯობა. შენ მოგცემთ სიტყვას. კოტე დააკლდა არა მარტო მის ოჯახს. კოტე დააკლდა მთელ საქართველოს. და ბევრი ნომერი დამამახსოვრდა მე წინა კონკურსიდან მათი შესრულებით, ნინის და კოტეს შესრულებით, მაგრამ ყველაზე ძალიან რა დამამახსოვრდა, იცი დუტა? ყველაზე ძალიან დამამახსოვრდა კოტეს და განოს სიყვარული. რაც აბსოლუტურად განსაკუთრებული საყურებელი იყო. და 21 საუკუნეში ესეთი რაღაცები არ ხდება. და პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო მთელი ჩემი გულით განოს. და ვუსურო მარტო სიძლიერე, მეტი არაფერი. მადლობა თეონა, ჩვენთვისაც ძალიან რთულია კოტეს საუბარი. და მოდი დაუბრუნდეთ ჩვენ დღევანდელ საღამოს. და მოდი გავიხსენოთ თუ როგორ ნახევარფინალში ის სამი კონკურსანტი. მურტალი ამბავია, მოკლედ გეტყვით ახლა ჩვენთან რაც ხდება. იძულებულები ვართ რომ შოუ გრძელდებოდეს და იყოს ფეერვერკი, თუმცა კოტეს აი ამ უეცარმა გადაწყვეტილებამ წასულიყო ჩვენგან, ცოტა დაგვამძიმა, მაგრამ რა ქვია, გამოვძვრებით რამენაირად.